გერმანიის ახალი ელჩის პოზიცია ცხადყოფს, რომ ის იქნება პრინციპული და ძლიერი ელჩი. ის უკვე საუბრობს იმ დაძაბულობაზე, რაც არსებობს საქართველოს და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის, რაც რა თქმა უნდა მიანიშნებს იმაზე, რომ მან კარგად იცის ყველა დეტალი იმ პოლიტიკური ვითარებისა, რაც სამწუხაროდ დღეს ტრიალებს საქართველოში და იმ ძალიან მნიშვნელოვანი უკუსვლისა გერმანია საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში, რაც ასევე სამწუხაროდ დატრიალდა ბოლო წლების განმავლობაში. ის იქნება ძლიერი, პრინციპული ელჩი და ჩვენ კიდევ ერთხელ ვისმენთ, რომ გერმანიის მხარდაჭერა გააჩნია საქართველოს ხალხს, ჩვენს მიერ არჩეულ ევროპულ გეზს, მაგრამ იმისათვის, რომ რეჟიმს გააჩნდეს, რაიმე ტიპის გერმანული მხარდაჭერა, ამისათვის ბუნებრივია საჭირო იქნება სწორი ნაბიჯების გადადგმა პოლიტიკური თვალსაზრისით და ნაცვლად აი ანტიევროპული ისტერიისა და პარანოიისა პასუხისმგებლობის აღება იმ ნაბიჯებზე და იმ რიტორიკაზე, რამაც ჩვენს ქვეყანას დააკარგვინა ყველა ძირითადი საგარეო პოლიტიკური პარტნიორი და მათ შორის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, რომელიც არის ისტორიულად ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეგობარი და მხარდამჭერი. მე მინდა ქალბატონ ელჩის უსურვო წარმატება და რა თქმა უნდა, მინდა რომ მალე ვიხილო ამ რეჟიმის მშვიდობიანი დემოკრატიული ცვლილება იმისათვის, რომ ელჩებს პირველ განცხადებაში არ უწევდეთ დაძაბულ ურთიერთობებზე ყურადღების გამახვილება და ამის ნაცვლად პირიქით ჩვენ შანსი გქონდეს, რომ გავაღრმავოთ ურთიერთობები ყველა ძირითად პარტნიორთან.